არა. სამი თვე არის უკვე რაც გააკეთეს დენის გაყვანილობა და იმის შემდეგ დავდივართ და ვთხოვულობთ რომ მოგხედონ, მაგრამ არავინ არ მოდის რომ გააკეთოს ეს. დენი შემოიყვანეს, მაგრამ ეს კარონკა უნდა მას რაღაცა რომ გაკეთდეს, აი ეს წვერები ღიათ რო ყრია რომ ისე ჩაიდოს მიწაში რომ დენი არ გადავიდეს და დენმა არ დაგვარტყას. ჩვენ მაგის საშუალება არ აქვს, კარონკა არ აქვს, მაგრამ თვითონ არ მოდიან და არ აკეთებენ კიდე ამას. და იყავით მიაკითხეთ. კი, ვიყავი აი ქვესადგურში, სადაც გადასახადს ვიხდით, ვიყავით იქა. უთვალავჯერ ვიყავით, მაგრამ არაფერ პასუხს არ გვაძლევენ. არც გეუბნებიან, არც გპირდებიან, რომ აი მოვა. არა, არაფერს არ გპირდებიან. გვეუბნებიან, რომ თქვენ გააკეთეთ. ჩვენ როგორ უნდა გავაკეთოთ? ჩვენ როგორ უნდა გავაკეთოთ? დენთა როგორ უნდა შევეხოთ, ჩვენ ეს გავაკეთოთ. აი ეს ხაზი, რომელიც არის, ხო, ამ უბანში, რომელიც ამოდის. უბრალოდ საჭიროებს გამოცვლას ამ ბოძებისას და აი სადენების გამოცვლას, იმიტომ რომ მე მგონი დაინახეთ და კადრებში ჩანს, რომ დაწყვეტილებია თითქმის ზოგი 4-გან, 5-გან, სულ სადღაც 20-30 მეტრაში რომ 4-გან, 5-გან არის სადენი გადამული, ესე იგი აღარ ვარ, ამორტიზირებულია. ამ ბოძებს მე მგონი ხედავთ რა მდგომარეობაშია და ეს ბოძი კიდე ეს საწყალი ცოცხალი ხე იმ დღეს ჩამოკაფეს. 3 დღის მერე. აი სუფთა პანკურ სტილში. დააყენეს ეს ხე, უბრალოდ აი სატირალია სასაცილო რო არ იყოს რა. ცეცხლი მეეკიდა იმ დღეს არა. ეხლა იქით თუ გაზით დავიწვით არა, ეხლა აქეთ დენით დავიწვევით. ხო შეიძლება რომ რაღაცა ნორმალური კაბელია, რასაც კარგი კაბელი ქვია, ის გაკეთეს და მე ეს ხალხი ეგრე დავსხდეთ. ერთხელაც ცეცხლი რომ გაჩნდა, დაუძახეთ თქვენ სპეციალისტებს? არა, არავითარ გავთიშეთ, ჩვენ თვითონ ღია გვაქვს. კარადა არის ღია, რომელიც ამ დროს ვთიშავთ ჩვენ თვითონვე დენს. რო არა უფეთქდა. რომ გაუჩნდა იმ სკაბელს, ვინ გამოცვალა ან რა როგორ არც არავის არ გამოუცვლა, ისევ ეგრეა ყველაფერი. ერთხელაც იქნება დავიწვევით, არავის არ გამოუცვლია. ჭავჭავაძის ქუჩა 31 ნომერში რაც შეეხება კორპუსში მობინადრეებს, ამასთან დაკავშირებით შემიძლია მანია ვალდებული იყო დაეკეთებინა გამრიცხველიანება და ქსელის რეაბილიტაცია მრიცხველამდე აბსოლუტურად გამართულია ქსელის მუშაობა. მრიცხველის შემდეგ კომპანია შესთავაზა იქ მცხოვრებლებს, რომ თუ კი ისინი თვითონ შეიძენდნენ კაბელს, კომპანია აბსოლუტურად უსაფრთხილოდ უკვე ინდივიდუალურად მიუყვანდა მათ საცხოვრებელ ბინებამდე, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს და კომპანიის ვალდებულება ამ შემთხვევაში არ ყოფილა ინდივიდუალურად მრიცხველის შემდეგ უზრუნველყო გაყვანილობა ამ მოქალაქეებისათვის. და უსაფრთხოება მაინტერესებს ჟანა. ამ შემთხვევაში ვისი პასუხისმგებლობა იქნება იქ თუ უბედური შემთხვევა მოხდება? უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მე მინდა გითხრათ, რომ როდესაც გაყვანილობა ხდება აი ასეთი ტიპით კუსტარულად, ასეთ შემთხვევაში იქ მაქსიმალურად ცდილობს კომპანია, რომ უსაფრთხოების ნორმები იქნეს დაცული. ხანძარი რომ გაჩნდა? ხანძარი რომ გაჩნდა, ასეთი შემთხვევები ზოგჯერ ხდება ხოლმე, ეს იყო მოკლე ჩართვის ბრალი, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა ენერგეტიკაში და გაყვანილობაში ზოგ შემთხვევაში და ეს არ წარმოადგენს რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევას, მსგავსი შემთხვევები შეიძლება ადამიანებს საკუთარ სახლშიც მოუხდეს. არ წარმოადგენს ეს გაყვანილობა იმდენად საშიშროებას, რომ მოხდეს რაღაცა გაუთვალისწინებელი და ცუდი შემთხვევა. შემდეგ, რაც შეეხება კუდიგორის ქუჩაზე რესტავრაციის შემდეგ გაყვანილ რეაბილიტირებულ ასე ვთქვათ ქსელს. აქაც ასევე აი ასეთ მსგავს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. კომპანიამ უზრუნველყო გაყვანილობა მრიცხველამდე, მრიცხველის შემდეგ, ანუ კერძო საკუთრება ეზოში, სადაც მათ უკვე მოქალაქის საკუთრება, მათ თავისი ძალებით უნდა მოეთხარათ ის გაყვანილობისათვის საჭირო მიწა სიღრმეზე, რა სიღრმესაც თქვათ მოიცავდა და გაკეთებულია ეგა ჟანა. დანარჩენმა ასე გააკეთა, როგორც მე სპეციალისტები მეუბნებიან, ასეთი რამ ამ ოჯახს არ გაუკეთებია. გაკეთებულია უკვე ჟანა. მივიდოდა რა არის გაკეთებული? მოთხრილი აქვს უკვე. არ მივიდა კი. მაშინ მე შემიძლია გითხრათ სენტერატო სხვანაირად დამიკითხა რომ ზემოთხრია და კი ზემოთხრია ისე კი მითხრეს რომ თუ კი მოთხრიდნენ ამაზე აღარ იქნებოდა პრობლემა იქ მივიდა ჯგუფი და ამას აუცილებლად მიწის ქვეშ სადენებს გაიყვანს შესაბამისად როგორც დადგენილი წესი და ნორმა არის. რაც შეეხება მესამეს ცოცხალხეის გამოყენებას აყრდენად როგორც თქვენ ამბობთ, აი ამაზე კი გაუყოვნებლივ იქნება მიღებული ზომები და მაქსიმალურად ოპერატიულად ეს საკითხი